საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის კარი ყოველთვის ღიაა, მისი პრეზიდენტი ბატონი გიორგი კანდელაკი ძალიან დიდი ხანია ძალიან აქტიურად ლობირებს ქალთა კრივის განვითარებას საქართველოში და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში შენ ძალიან კარგ ბრძოლებს ვნახავთ, ისევე როგორც სხვა ქართველი მოკრევებისაც და ველით, რაც თქმა უნდა, ახალ სახეებსაც. ამჯერად კი მორიგი ბრძოლა, სადაც რინგზე ვხედავთ ფრიდონ ყაყიტაშვილს, რომლის მეტოქე იქნება დებიუტანტი მოკრივე გიორგი ბოჭოიძე. ეს ბრძოლა წარიმართება 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ყაყიტაშვილი გაცილებით გამოცდილია, ვერ ვიტყვით რომ ძალიან გამოცდილია, თუმცა ბევრი ბრძოლა არ აქვს, თუმცა დიდი ხნის წინ აქვს პირველი ბრძოლა და ეს ეტაპობრივად საკმაოდ აქვს ჩატარებული ბრძოლები, წარმოადგენს ქალაქ გორს, ფრიდონ ყაყიტაშვილი. რაც შეეხება მის მეტოქეს, გიორგი ბოჭოიძე არის დებიუტანტი მოკრივე, რომელიც წარმოადგენს ქალაქ მარნეულს და სასიამოვნო ფაქტია, რომ მარნეულის კრივის კლუბი ერთობა შეემატა ქართული პროფესიონალური კრივის ოჯახს. მის წარმომადგენელია გიორგი ბოჭოიძე, კიდევ ერთ მოკრივეს ჩვენ ვიხილავთ დღევანდელ დღეს შალვა ლიაშვილს და პირველად არიან ამ კრივის კლუბიდან მოკრივეები ქართული პროფესიონალური კრივის რინგზე და მინდა უსურვო წარმატებები, როგორც პირადად მათ, ისევე ზოგადად ამ კრივის კლუბსაც ახალგახსნილი კრივის კლუბი არ არის დიდი ხნის წინ და აი ამ დროისთვის უკვე მოამზადეს მოკრივეები იმ დონეზე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი პროფესიონალური კრივის რინგზე ასპარეზობა. ნახოთ უშუალოდ ბრძოლაში რას შემოგთავაზებენ მეტოქეები. ფრიდონი გამოცდილი მებრძოლია, როგორც ვიცი, წლებია რინგზე დგას. კი, კიკბოქსინგის გამოცდილებაც აქვს სხვათა შორის ფრიდონ ყაყიტაშვილს, ისევე როგორც პროფესიონალური კრივის, ვერ ვიტყვი რომ დაახლოებით 10-მდე ბრძოლა აქვს ჩატარებული ამ ხნის განმავლობაში, თუმცა გამოცდილება ნამდვილად აქვს, უცხოეთშიც აქვს ბრძოლები გამართული. რაც შეეხება ბოჭოიძეს, ახალგაზრდა მოკრივეა. და საინტერესოა რა შემოგთავაზებს დღეს. რა დარტყმა და ნოკდაუნი. ფრიდონ ყაყიტაშვილის შესრულება ერთი შეცდომა ბოჭოიძეს ინტენსიურად წავიდა, ეს არის გამოუცდელობა ამ შემთხვევაშიც. წავიდა წინ, დარჩა ღია და ჩაუშვა ფაქტიურად ყაყიტაშვილმა, თუმცა ბოჭოიძე აგრძელებს და შეუტია უკვე ყაყიტაშვილმა დაინახა რომ მოხვედრილი აქვს ერთი და ცდილობს რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს ძალიან ინტენსიურად. თუმცა ჯერჯერობით ბოჭოიძე თავს იცავს, გამოვიდა კუთხიდან. მე მგონი ის მომენტუმი დაკარგა უკვე ყაყიტაშვილმა, მაგრამ არა, აგრძელებს ყაყიტაშვილი ინტენსიურ შეტევებს. კიდევ ერთი დარტყმა გაუტარა, ძალიან მაგრად ძალიან ბევრი დარტყმები, მაგრამ დგას ფეხზე გიორგი ბოჭოიძე. მისთვის მარტივად არ დაწყებულა სადებიუტო ბრძოლა. აი რაც შეეხება ასეთ სიტუაციებს, როდესაც მეტოქე არის ნოკდაუნში და ფეხზე დგება, არის ორი ვარიანტი. ერთი, როდესაც წამოდგება მეტოქე, ცდილობენ ინტენსიურად მიაყარონ, ასე ვთქვათ, დარტყმები, როგორც ყაყიტაშვილმა ახლა გააკეთა და ბარემ დაასრულონ ბრძოლა მოკრივეებმა, თუმცა თავისი რისკი ამასაც ახლავს. შესაძლოა ერთი, რომ შენ გაატარო აქეთ დარტყმა და მეორე, მე იღლებიან ხოლმე ამ ინტენსიურობით და თუ გადალახა მეტოქემ აი ეს მომენტი, შესაძლოა კიდევ ერთი. ჩემი აზრით ახლა ძალიან ჩასაფრებულია ფრიდონი ერთ. ხო, ის მიაყარა, დაინახა რომ ვერ დააგდო, ვერ მოხსნა და შემდეგ უკვე ახლა გადავიდა ისევ ჭკვიანურად ელოდება და მარჯვენას ძალიან უკვე ბევრჯერ გაუტარა ეს მარჯვენა დარტყმა. ამზადებს ისევ მე ვფიქრობ იგივეს გაიმეორებს. ხო, რაც კარგად მუშაობს, რატომ უნდა შეცვალო. რაც შეეხება ბოჭოიძეს, მანაც გადააგორა ის მომენტი და ახლა უკვე რაღაცა უნდა მოიფიქროს, რაღაცა უნდა შეცვალოს. ფაქტია, აი ამ მარჯვენა ატარებს ყაყიტაშვილს. ახლა მარცხენაც უკვე წონის ხალხი ხო არ არის ამ წოლში, რას ფიქრობ? არა, პირადად ვესწრებოდი, არ ვიცი, დღეს უკვე აღდგენის კუთხით
როგორ არის, თუმცა გუში ზუსტად ჩააბარეს ორივემ. წონა პირადად ესწრებოდა და შემიძლია დავადასტუროს. პირველი რაუნდი დაარიგებს ახლა 4 ბოჭოიძეს. ეთყობა მაინც გამოუცდელობა. კი. ეს არის მაინც გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრს ნიშნავს. განახლდა ორთაბრძოლა და ვნახოთ ახლა აი რას შეცვლის ბოჭოიძე ეგ მაინტერესებს პირველ რიგში. აი ასეთ დროს აი კვლავ ასე დაიწყო პირველი რაუნდიც და მერე ცუდი დარტყმა გაატარა. კი, ნამდვილად ვფიქრობ შეიძლება სულათი გამეორდეს, იმიტომ რომ წინ წასვლის დროსაც შეცდომები აქვს ბოჭოიძეს. კი, ეს გასაგებია, ეს არის ღელვა, ეს არის გამოუცდელობა პირველი ბრძოლის. ასე რომ მეტად დაკვირვება მართებს. როგორც ვთქვით, ყაყიდაშვილი გამოცდილი მებრძოლია და გაცილებით უფრო აი თავის გამოცდილების ხარჯზე არ ჩქარობს, ელოდება საჭირო მომენტს. არაფერი აქვს თან საჩქარო, პირველ რაუნდს იგებს, არაფერი დარტყმა ისეთი არ გაუშვია. ცდილობს წყნარად გააგრძელოს მოქმედება. ისევ მარჯვენა ჩაუს. აი რაღაც უჭირს, თითქოს იწყებს, მაგრამ დისტანციის კონტროლიც უჭირს. ეს არის ბრძოლების ნაკლებობა. ბრძოლების ნაკლებობა და სავარაუდოდ აი მიდის და მერე ჩერდა. აი ამასობაში ყაყიდაშვილმა გაუტარა. აი კიდევ გაუტარა. არავინ არ დაგასწრეს. სავარაუდოდ სპარინგების ნაკლებობასთანაც გვაქვს საქმე. ჯებებს ძალიან ხშირად ატარებს, ყველა ფრიდონის გადაგდებულ ჯებს დაეჯახა. უმისამართო დარტყმებია და მიიღო კიდეც მარჯვენა ჰუკი. კი ბატონო, კიდევ ჯებიც. დამოუკიდებლად უნდა დავაფასოთ ყაყიდაშვილის აი უსი შეუცდომლად ფაქტიურად, აჰა. კი, მშვენივრად მუშაობს. გას კიდევ ერთი. ისევ ჯები, ზუსტი ძალიან. ყველა გაუტარა. ამიტომ ვამბობ, რომ წინ წასვლა მარტო ესე არაფერს არ ნიშნავს თუ სწორი გეგმით და მარჯვენა. ანუ ჯები და მე მარჯვენას კიდე ძალიან ბევრჯერ უსვავს. ისევ მარჯვენა ლევან და კაპი გადმოუვარდა მეტოქს. ხო, იგივე სცენარით მიდის. ყაყიდაშვილი არ ცდილობს, როგორც ერთ მომენტში იყო, რომ რაღაც თითქოს მოხსნაზე ემუშავა. მიზან მიმართულად თავის საქმეს აკეთებს. კი, ნამდვილად სწორია, ესეც ვფიქრობ, რომ უკეთესია, რომ არ აღელდეს, იმიტომ რომ მაინც უპირატესობა აქვს და შეუძლია ჭკვიანურად და კარგი ბრძოლა ჩაატაროს. საშუალებას უნდა ითქვას. არა და ბოჭოიძეს თითქოს ხელიც უფრო გრძელი აქვს. მაგრამ დისტანციას ვერ გრძნობს. დისტანციას ვერ გრძნობს. და ეს დისტანციის შეგრძნება მოდის გამოცდილებიდან და ბევრი სპარინგებიდან და ბევრი ბრძოლიდან და ვფიქრობ ნათელია რაზეც აქ სამუშაო. ნუ მეორე რაუნდიც აშკარად ყაყიდაშვილის ამ შემთხვევაში. ოჩახ ფრიდონ ყაყიდაშვილი ძალიან დიდი ხანია სხვათა შორის პროფესიონალურ კრივის რინგზე. არ გვინახავს და როგორც ჩანს სათანადოდ მოემზადა ფორმას ინარჩუნებს და გამოვიდა სათანადო განწყობით, სათანადო მომზადებით და აღწევს შედეგს
მისი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილი. ეს არის თვითონ მაყურებლის და ორგანიზატორების პატივისცემაც, რომ როდესაც ბრძოლაზე გამოდიხარ, შესაბამის ფორმაში უნდა იყო და უნდა აჩვენო კარგი სანახაობა. ამ ხელა ივენთზე ამდენი მაყურებელია. ნამდვილად. ღირსეულად უნდა გამოხვიდე და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო უფრო მეტი. ნამდვილად გეთანხმები. ეს არ არის რაღაც მithumetes შენ თვითონ აღნიშნე, რომ თითოეული ბრძოლის შედეგი შენ ოფიციალურ სტატისტიკაში აღერიცხება, შენ რეიტინგზე მოქმედებს და ამის ესეც რო არ იყოს, მართლაც წარმოადგენ ასეთ დროს მთლიანად ქართულ კრივს. მოგეხსენებათ ამ შოუზე ჩვენ ვნახულობთ უცხოელ წყვილებსაც, უკვე უცხოელები ინტერესდებიან, რომ საქართველოში გამართონ ბრძოლები. ჩაერთონ ამ ჩვენ დიდ გრანდიოზულ შოუებში. სერიოზული გაცვლებია ლევან ამასობაში. ამასობაში აი ნახეთ ბოჭოიძეც შეტევებია ორივე მხრიდან. გამოცოცხლდა და საკმაოდ ინტენსიური ბრძოლა გაატარებს ან ერთი ან მეორე, მე ვფიქრობ რაღაც ძალიან სახიფათოს. ნახოთ. აი რა კარგი დარტყმა იყო. არც ერთი წამით მოდუნებას და ერთ შეცდომას დიდი ფასი შეიძლება კონდეს და პაკიტაშვილი კარგად იყენებს. აი თუმცა თავადაც ამ რაუნდში ღებულობს რაღაც დარტყმებს, მაგრამ თვითონ მაინც უფრო ზუსტი არის. აი ისევ ჯები. თუმცა ბოჭოიძის სასახელად უნდა ითქვას, რომ თუნდაც ნოკდაუნის მერე, თუნდაც წინა რაუნდი კარგი არ ქონდა და ეს მესამე რაუნდი კიდევ უფრო ინტენსიური და კიდევ უფრო მონდომებული აქვს. აი ნახედავთ როგორ ცდილობს უპირატესობის მოპოვებას და გარდატეხის შეტანას ორთაბრძოლაში. მარჯვენა კარგად. მე გეტყვი ლევან, რომ ეს ბრძოლა რო იყოს 1-8 რაუნდიანი, ვერ გავიგებდით რა მოხდებოდა, იმიტომ რომ აშკარად დებიუტად მოყავდა მარცხენა ჰუკი, მაგრამ რამე ეტყობა? არაფერი. მაინც აგრძელებს ბრძოლას და ისევ კაპი. გრძელდება საკმაოდ. ძალიან აქტიურია ჩვენი დებიუტანტი მოკრივე. არ ეგუება იმ დასაწყისში პირველ რაუნდში მიღებულმა იმ დარტყმამ, ვფიქრობ მეორე რაუნდის ინერტულობა გამოიწვია. თუმცა ცდილობს ახლა რომ დააბალანსოს, მაგრამ დარტყმას ატარებს და უძლებს ძალიან ძლიერ დარტყმებს. და კაპი კიდევ ერთხელ და აქ უკვე რაღაცა პრობლემაა. კაპთან დაკავშირებით ამდენჯერ კაპის გადავარდნა, სავარაუდოდ ვერ აქვს კარგად მორგებული. თუმცა მოკრევები ხანდახან იყენებენ ხოლმე შესვენებისთვის ამ მომენტებს, კი, მაგრამ შენიშვნა საღებს მიიღო, იმიტომ რომ და კიდევ ერთხელ თუ გადაუვარდა მსაჯს უფლება აქვს შესაძლოა მოხსნას. გააჩეროს ბრძოლა, ხო? კი, ნამდვილად. შესაძლოა. დამთავრდა ეს რაუნდი, საკმაოდ ინტენსიური ისეთი რაუნდი იყო. ხასიათი არ დაეწუნება ნამდვილად დებიუტანტ გიორგი ბოჭოიძეს. კი, მაგრამ ყველა რაუნდი მე ვფიქრობ ფრიდონმა ნამდვილად უფრო გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, ჭკვიანურადაც იმოქმედა თავის გამოცდილების ხარჯზე და ვფიქრობ მიაქვს ფრიდონ ყაყიდაშვილს ეს ბრძოლა ჯერჯერობით.
გადამწყვეტი რაუნდი დაიწყო. აბა ვნახოთ ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი. იგივე სურათი გვაქვს ლევან ახლა. ესე იგი ბოლო წვეთამდე იბრძვის. კი. საკმაოდ ემოციურად არიან კუთხეში სეკუნდანტები, რაც განაპირობებს ხოლმე ბრძოლის ხასიათსაც გარკვეულწილად კუთხე. თუმცა აი ყაყიტაშვილი თითქოს ახალს არაფერს იგონებს, რაც გამოსდის კარგად. ფრიდონი გამოცდილების ხარჯზე იგებს ამ ბრძოლას. ნამდვილად, აი ყველა იმის და რაც შეეხება ბოჭოიძეს ხარჯავს ენერგიას. თუმცა აი გადამწყვეტ მომენტში იმ სიზუსტეს ზუსტ დარტყმას ვერ ახორციელებს. აი ახლა გაახოთ, თუმცა მიიღო პასუხიც. იცი, ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ფრიდონის ვერაფერს ვერ დაუპირისპირებდა, ჯერჯერობით გამოუცდელია, ახალბედაა და მაგრამ დაგვამახსოვრა თავი იმით, რომ აი ესეთი მებრძოლი სულის პატრონი არის და ნოკდაუნის მიუხედავად, სულ აქტიურობს, გატარებული დარტყმების ცდილობს რომ მოიპოვოს. ცდილობს რომ ნამდვილად ნამდვილად დასაფასებელია მისი აქტიურობა, საკმაოდ გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ და არ ეგუება, მარცხს არ ეგუება მისი მწვრთნელი დავით ტაბატაძე კუთხეში თან დარიგებებს აძლევდა. და ეუბნებიან, რომ თვითონ შენ დაიწყე შენი აქტივობა. მარჯვენაც მოარტყა ახლა თუ შეამჩნიე. ყაყიტაშვილს შეეხება იღებს ხელებში დარტყმას, კარგად შეიკრება და როგორც კი ჩერდება, ისე ინესტრება. ლევან, ყველა მაღალი კლასის მოკრივე ვერ იქნება, ამიტომ ყველა მოკრივე ცდილობს თავისი მაყურებელი მოიპოვოს, ხო? და ყველას თავის სტილი აქვს და ვინმე დაგვამახსოვრებს თავს. რა თქმა უნდა, ზოგი ბრძოლის ხარჯზე, ზოგი სისხლის ხარჯზე, ზოგი ტექნიკის ხარჯზე, ზოგი მოძრაობის ხარჯზე, ზოგი ამტანობის ხარჯზე და ყველა დასაფასებელია და ყველას პატივცემ და ყველას აქვს წარმატების მიღწევის შანსი. მით უმეტეს, როცა დებიუტი გაქვს, ყველაფერი წინ გაქვს ჯერ და გამოცდილებაა ყველაფერი და ჭკვიანი სწავლობს ამ საკუთარ გამოცდილებას. ნახეთ. ძალიან აი ესეთი ინტენსიურია. თან მაგრამ საკმაოდ ფეხები მაღალი აერია უკვე ჩვენ დებიუტანტს მე ვფიქრობ ან დაღლილობის გამო ან ბევრი დარტყმა გაატარა უკვე. ორიენტაციაზეც მე მოკლედ. კი. ასე. ყაყიტაშვილი მიდის უკან, პასუხობს, მიდის ისე უკან. აი ნახეთ ჩვენ. მე მგონი კორპუსში დარტყმა იგრძნო, ნახე უკან წავიდა, ხელები ჩამოწია. და აი ასეთ ბრძოლაში ფაქტიურად ომში და ყაყიტაშვილი ნახეთ უხლებს. ყაყიტაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა მისმა ოპონენტმა, რაც შეეძლო, მე ესე ვიტყოდი. ნამდვილად ეკუთვნის დაიხარჯა რინგზე. ორივე მებრძოლს გული არ უნდა გაიტეხოს. გიორგი ბოჭოიძემ, ეს ბრძოლა რო წაგებულია, გასაგებია. თუმცა ხასიათზე ემჩნევა მეტი შრომა, მეტი სპარინგები, მეტი ხასიათზე ემჩნევა, რომ ეს არ იქნება მისი პირველი და ბოლო ბრძოლა. ველით გიორგი ბოჭოიძის კიდევ უფრო გაძლიერებულ ვერსიას შემდეგ შოუებს. მე მგონი თვითონ ფრიდოინც გაკვირვებული არის, რომ ამდენი გატარებული დარტყმის მერე ეს ბიჭი ისევ ესეთ შეტევებზე გადადიოდა და უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს. მიულოცოთ ფრიდონ ყაყიტაშვილს წარმატებული დაბრუნება მიესალმა გულშემატკივარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილ მოკრივეებს აქვთ კიდევ სათანადო მზადებაც, აქვთ კიდევ სათანადო განწყობაც, სურვილიც, რომ რინგზე გამოვიდნენ და მორიგი ბრძოლების მოგება ჩაიწერონ საკუთარ აქტივში და ყოჩახ ფრიდონ ყაყიტაშვილს აი ამ ყველაფრისთვის. წარმატებები კი ბოჭოიძეს. სამომავლო ბრძოლებში. თათმანები უნდა მოხსნან აუცილებლად. თათმანების მოხსნა ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხსნის ბატონი ვლადიმერ ჯანიზაშვილი და დაუბრუნდება ყაყიტაშვილი თავის კუთვნილ ადგილს. საინტერესოდ მიდის შოუ საბოლოო ჯამში. მე ვფიქრობ, მაყურებელი არ მოიწყენს.
და ყველაზე მეტად საინტერესოა უკვე აი ამ ბრძოლების. აი ხედავთ, ყაყიტაშვილს საკმაოდ აქვს დაზიანებები მიღებული. კი, ეთქობა, შესაბამისად არ ყოფილა მისთვისაც მიუხედავად ყველაფრისა მარტივი აი ეს ბრძოლა. არა, დებიუტანტისგან ესეთ გამოსვლას ჩემი აზრით ფრიდონი არ ელოდებოდა. მით უმეტეს აი პირველი დარტყმის და ნოკდაუნის მერე. კი, ნოკდაუნის მერე მაინც კარგი წინააღმდეგობა გაუწია. დაველოდოთ მაინც საბოლოო ვერდიქტს. მინდა გულშემატკივარს უთხრა, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი აგრძელებს დიდი საკრივო შოუების ორგანიზებას. სულ მალე წნორში გათამაშდება მორიგი ჩემპიონის კამარი 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ამის გარდა წლის ბოლომდე ნოემბერში და დეკემბერში ორი დიდი საკრივო შოუა ისევ დაგეგმილი. ასე რომ ქართული კრივის კომაქს მოსაწყენად არ აქვს დრო და გელით ყველას ყოველთვის ქართული კრივის შოუებს. ყაყიტაშვილი ფრიდონ ყაყიტაშვილს კი მიულოცოთ ეს გამარჯვება